დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიოდ ის, რომ საქართველოსთვის და ქართული ხალხისთვის ევროპული კავშირის კარი არის კვლავაც ფართოდ ღია, მაგრამ ისიც რომ ამ რეჟიმის და ამ პოლიტიკური კურსის პირობებში ამ კარში სვლა არ მოხდება და რომ ის გზა რაც აქვს ქართულ ოცნებას არჩეული არ მიემართება ამ კარისკენ, არამედ მიემართება კოლექტიური გეოპოლიტიკური აშხაბადისკენ, ხო? ირანისკენ და ირანთან, პაკისტანთან, რუსეთთან და სხვა მსგავს სახელმწიფოებთან ერთად დგომისკენ, რაც არის ერთი მხრივ ჩანაცვლების მცდელობა იმ გეოპოლიტიკური არჩევანისა, რაც გააკეთებული აქვს ქართულ ერს და თაობებს, მეორე მხრივ ეს არის არასწორი ცივილიზაციური განაცხადი და მესამე მხრივ ეს არის სამშვიდობო ფარსის ჩამოშლა, ხო? იმიტომ მშვიდობა შეუძლებელია ასეთი ტიპის ფორმატებში შეეცებდა და იქ, სადაც მშვიდობა არის, იქ, სადაც არის ყველაზე ხანგრძლივი სამშვიდობო წარმატებული პროექტი ევროპული კავშირი კაცობრიობის ისტორიაში და ევროპული კონტინენტის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პროექტი. იქ შეგეუბნებიან, რომ შენი დღევანდელი კურსი არის ფუნდამენტურად აცდენილი ყველა იმ ძირითად ღირებულებას, რაც გააჩნია ამ კავშირს, ამ პოლიტიკურ კლუბს. და თუ კი შენ გსურს გახდე ამ კლუბის წევრი, ესე იგი უნდა შეცვალო თამაშის წესები. ან ვერ გახდები ამ კლუბის წევრი. ახლა გამოდიან და ტრამპს ციტირებენ ხოლმე ვითომ, ხო? ტრამპის მიზანი არ არის ევროპული კავშირის წევრობა. ტრამპი არ არის ევროპული კავშირის წევრობის კანდიდატი და არავითარი მსგავსი რაღაცა ქმედით ინტერესი არ გააჩნია განსხვავებით საქართველოსგან და ქართული ხალხისგან, ვისაც თავისი საკუთარი ეროვნული ინტერესი გააჩნია. და მე ხშირად მიყვარს ხოლმე გამეორება, აქაც აუცილებლად უნდა ვთქვა კიდევ ერთხელ, ის ყველაფერი, რასაც ჩვენ დღეს ევროპული კავშირი გთხოვს, არის კარგი ჩვენთვის. ეს არ არის, როგორ ვთქვათ, ვიღაცის მიერ რაღაცისთვის მოთხოვილი, ჩვენთვის არის კარგი, ხო? თავისუფალი ინსტიტუტები, გამჭვირვალეობა და ყველა ის სხვა რეფორმა, რაც უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ შევძლოთ და გავხდეთ ევროპული კავშირის წევრი, ეს არის კარგი ჩვენთვის ევროპული კავშირის გარეშეც. ძალიან მარტივად, სულ რომ არ მივდიოდეთ ევროპული კავშირისკენ, ეს სიკეთები მაინც გვჭირდება, იმიტომ რომ ქართველებს გვჭირდება მინიმუმ ქართული წესიერი სახელმწიფო, ხო? გინდა ევროპული კავშირის წევრი, არ გსურდეს რომ გახდეს იგი. ამიტომაც მე ვფიქრობ, ქოცური სქემა არის მთლიანად ხილებული და დანარჩენი ჩვენზე საზოგადოებაზე. დღეს კიდევ ერთხელ ჩვენ გვითხრეს, რომ ხალხმა უნდა იმოქმედოს სწორად. ხალხმა მასობრივად უნდა იმოქმედოს სწორად და ამ ხალხისთვის მეორე მხრივ კარი არის კვლავაც ღია და ესეც მე ვფიქრობ არის კიდევ ერთი ილუსტრაცია იმ ძალიან ბოროტმოქმედული შავრაზღული პროპაგანდის, რომელიც თანახმად თურმე ევროპამ დაგვიხურა კარი. ევროპას არ დაუხურავს კარი და აი დღესაც ვითხრეს, რომ ეს კარი არის ღია, თუკი ჩვენ სწორად ვიმოქმედებთ. კი ბატონო, პროპაგანდა ახსენეთ თქვენ და აი შალვა პაპუაშვილმა თქვა ასეთი რამ, საკუთარი ფულის დახარჯვაც არ უნდაო ბრიუსელს იმისთვის, რომ აღადგინოს უკრაინა და ფიქრობენ ახლა იქ რუსეთს რა წაართვან, ფიზიკურ პირებს რა წაართვან. აი ამ ფორმულირებით, ამ წინადადების თქმა საქართველოს თვითგამოცხადებული პარლამენტის თავმჯდომარეა, მაგრამ მაინც ის მას მიაჩნია, რომ ის წარმოადგენს ამ ქვეყანას, რომ რუსეთს უნდა წაართვან თურმე ფული, რომელიც ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, აგერ უკვე რამდენი წელია უკრაინის საზღვრებშია შეჭრილი. ამას ამბობს საქართველოს წარმომადგენელი, რომელსაც ანალოგიური ვითარება აქვს გავლილი 2008 წელს და მისი ტერიტორიების 20% ახლაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დღესაც იტაცებენ ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს, მავთულხარდებს ტერიტორიას აქეთ ტერიტორიაზე, ანუ კონტროლირება საქართველოს მიერ კონტროლირება ტერიტორიიდანაც კი. ანუ ეს რა მოცემულობა? პრინციპში მე წავიკითხე, რუსი, რომელიც საქართველოში გაბატონდა საქართველოს სუვერენიტეტის გასანადგურებლად, ასე ხედავენ ბრიუსელიდან ამ საკითხს, მაგრამ ასეთი პროპაგანდა ეს რას აძლევს ამ რეჟიმს დღეს? აი მე ვერც ხვდები მათ ინტერესში რატომ შედის ასეთი ფორმულირება, რას იღებს სანაცვლოდ? ეს არის წარმოუდგენელი რამ დაგეთანხმებით, როდესაც თუნდაც ფორმალურად და თუნდაც როლში იყო შეჭრილი, მაგრამ დაგეთანხმებით, ხო, საქართველოს დე-ფაქტო პარლამენტის დე-ფაქტო სპიკერია, ხო, ამ როლს ასრულებს მინიმუმ, ხო, ის არ არის, ასე გიგებია, ჩვენთვის არ არის ლეგიტიმაცია არ აქვს ამ პარლამენტს არცვის სპიკერობას, მაგრამ ამ როლში არის, ხო, ფორმალურად და ამ როლიდანაც კი წარმოვიდგინეთ, აი ასე თამაშობს საკუთარ ფუნქციას, ხო, და პირდაპირ ხაზგასმით
ანადგურებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ასაც გაკეთებს კობახიძეც ამავე დროს, რომელმაც კიდევ ერთხელ გუშინ წინ ღია იერიში მიიტანა ევროპულ კავშირზე. დღეს იგივე პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროპული ცივილიზაციის კრიზისი თუ გინდა ნახო და შეხედა ევროპულ პარლამენტს, მე მას გამახსენე, რომ ქართული ცივილიზაციის ფსკერი თუ გინდა ნახო და უფსრული უნდა შეხედო პაპუაშვილს და ზარქუას. ამაზე დაბალი ნიშნული ქართულ ცივილიზაციაში არც ერთხელ არ ყოფილა ამდენი 1000 წლის განმავლობაში. არც ერთხელ აი ესეთი დაბალი ნიშნული ხაზი მინდა გაუსვა, იქნება კულტურულად, სოციალურად, პოლიტიკურად, მენტალურად, გონებრივად, აი ესეთი ფსკერი, რომელსაც განასახიერებს ეს ადამიანები, არც ერთხელ არასოდეს არ ყოფილა და რა რეჟიმი არ უნახავს ამ ქვეყანას, როგორი აი საბჭოთა რეჟიმი, ქართული რეჟიმები, ერთი სახის, მეორე სახის ხო, უნახავს იქამდე პირველი რესპუბლიკა, უნახავს მეფეები. აი ასეთი და ამდენი რეგვენი ვინმე თუ სადმე უნახავს, ძალიან თქო რომ მიმითითოს ისტორიის რაცლებზე საუბარი. მე ვერ ვიპოვე ამდენი ანტიქართველი რეგვენი, მაგრამ ეს არ არის მარტო ეს შიშხომ არ აჩვენებს ფიზიკურ პირებზე აქვს აქცენტი, რუსეთს რა წაართვან, იმას ფიქრობს ფიზიკურ პირებს რას წაართვანო და ივანიშვილის ფულის გაყინულია იმის გამო რომ ის სანქცირებულია, ის ვერ იღებს ხომ მის მოგებულ არ გამეკვირდება რომ კონდეს საქმე ასეთი ტიპის ახსნასთან დაგეთანხმებით, იმიტომ რომ რაციონალურად ახსნადი ეს ყველაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ მათ უბრალოდ აქვთ რაცხოვან ძალიან კარგად ვიცით ბევრი წერია, შეგრებული მკაფიო დავალება, რომ ყველაფერი გააკეთონ ისე, რომ საქართველოს არ დარჩეს სივრცე ნავიგაციისთვის. რომ ერთადერთი სივრცე იყოს ნეიტრალური ყოფა რუსეთის ორბიტაზე კოლექტიური აშხაბადით, როგორც რაღაცა საკონფერენციო გამოხატულებით, ის საკონფერენციო გამოხატულებაა, ხო? და რეალურად ვიყოთ უღიმგამო სუვერენული ნაცრისფერი ერთეული, რომელიც არავითარ საგარეო პოლიტიკურ ნებას არ დააფიქსირებს, არც ერთი მეგობარი არ ეყოლება, არც ერთი დამცველი არ ეყოლება და რომელიც პრაგმატიზმის სახელით გაყიდის საკუთარ ეროვნულ ინტერესს. ის რაც დღეს ხდება, ეს არ არის პრაგმატიზმი, არამედ ეს არის ადამიანთა მცირე დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით უბრალოდ ვაჭრობა საკუთარი პერსონალური ფინანსური ვაჭრობა, კარგი სიტყვა, ვაჭრობა. ვერ მიაღწევ ისეთ სივრცეში, რაც არის ირანი, პაკისტანი და სხვა თან როცა პატარა სახელმწიფო. ეს არის ეს პრაგმატიზმი, ეს არის მაპატეთ, მაგრამ იდიოტიზმი ჩვეულებრივი, როცა მცირე სახელმწიფო ხარ და არანაირი ბერკეტი არ გაგაჩნია და აქ შანსი გაქვს რომ მშვიდობის სივრცეში იყო, რომელიც ყველაზე წარმატებული მოდელია და იქ მიდიხარ ვითომ მშვიდობის საცილოც, რაც არიან ყველაზე არასამშვიდობო ძალები. კი ბატონო, მაგრამ ივანიშვილმა როგორც ჩანს გადააბიჯა ამ რაღაცნაირ გონივრულობის ზღვარს, მან მხარე აირჩია, რომელ მხარესაც ელის სანქციები, რუსეთის გულშემატკივრობა ამ ომში და ის ბრალდებები, რაც ისმოდა ევროპარლამენტარების მხრიდან თუნდაც ახლა, რომ სანქციებისგან თავის არიდება შეეხმარება საქართველოს, ეს ამ გზისკენ მიმავალი ნაბიჯებია, როგორც წესი, ამიტომ ახლა ჩვენ ვხედავთ ასეთი ტიპის პროპაგანდას, როგორცაც ვხედავთ. მაგრამ აქ მაინც კითხვა ჩნდება, მე ვაჭრობა ახსენეთ და გამახსენდა, როცა ფულზე დაიწყო საუბარი ივანიშვილმა რამდენიმე წლის წინ საკუთარ ფულზე უკრაინის ომთან ერთად, მაშინ საერთაშორისო მედია იყენებდა ასეთ სიტყვას წყობას. საქართველოს ყავს დალომბარდებული, ფაქტობრივად იყენებს პირადი ინტერესებისთვისო, ეს მახსოვს და შესაბამისად აი ეს ვაჭრობის ეტაპები მან სცადა, მაგრამ ვერ გამოივაჭრა ამ დრომდე ვერაფერი. რა პერსპექტივა აქვს მის ამ მიდგომას? მიმიღეთ ასეთი როგორიც ვარ ამ რეგიონში, დამიბრუნეთ ჩემი ფული, ივაჭრეთ ჩემთან. პოლიტპატიმრების გამოშვებით თუნდაც როგორც ლუკაშენკო. კი, მე ასევე მივიჩვენე ის ვაჭრობს, ცხადია, ეს არის ის, რაც ყველაზე კარგად იცის, ვაჭრობა და манипуляция, маневрირებით გადარჩენა, რომლითაც ის ცნობილია ჯერ კიდევ მისი რუსული წლებიდან. ივანიშვილი ნამდვილად ვაჭრობს, მისთვის ყველაზე მთავარი არის პერსონალური ფინანსური კეთილდღეობა და მისი ძალიან ახლო ადამიანების კეთილდღეობა, სხვა არაფერი მის სადარზე არ ფიგურირებს, როგორც რაიმე სახის მნიშვნელობის მატარებელი, მას არც იდეოლოგია არ აქვს, არც რაღაცა წამსი. ამიტომაც ის ვაჭრობს და ყოველთვის ყველაფერს შეხედავს საკუთარი თვითგადარჩენის პერსპექტივაში. მე ამიტომ ველი, რა თქმა უნდა, შემდგომ რეპრესიას, შემდგომ
რომ ავტორიტარიზაციას, ის აუცილებლად შეიძლება ჩააცემენტოს დიქტატურა, რომ რაც შეიძლება მაღალი სავაჭრო პოზიციიდან შეეძლოს მიმართოს დანარჩენ გარე სამყაროს, მაგრამ რაც უარესია, გარდა ვაჭრობისა, მას აქვს კონსპიროლოგიური თეორიები. ის მაგალითად მიიჩნევს, რომ ყოფილი ელჩები, ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტული სახელები ვისზე და როგორ, ის მიიჩნევს, რომ კონკრეტული ელჩები იყვნენ ჩართული მისი ფინანსური რესურსის დაგადაღებაში და სხვა. ამიტომაც ქართველმა ხალხმა უნდა დაუსვას წერტილი, ჩვენ უნდა დავუსვათ წერტილი ყველამ ერთად. როგორც საზოგადოებამ ამ ვაჭრობას, იმიტომ ეს კაცი გააგრძელებს ყველა ჩვენგანის, თითოეული თქვენგანის მეგობრებო, ჩვენს ყველას მიმართავ მომავლით ვაჭრობას, იმიტომ მას არც თქვენი შვილები არ აინტერესებს, არც ის გაიყინებით და შიმშილი პუნქტებით თუ არა, ის განაგრძობს უსასრულოდ ვაჭრობას, მანამ სანამ საკუთარ პერსონალურ ეგოს არ დაეკმაყოფილებს. დიდი მადლობა.